მოგესალმებით, მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, კვლავ მადლიერებას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ, თითოეული კომენტარისთვის, თბილი სიტყვებისთვის. კვლავ გთხოვთ აქტიურად და მე მინდა დღეს თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა, რა მოქმედებებს ელის ის თქვენგან. ჯაფიქრებული ადამიანი, რა მოქმედებას ელის თქვენგან, ან რას ელის თქვენგან. მოდი ვნახოთ, პირველ რიგში თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია განვიხილოთ, რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა ეს გაშლა. აქ ძალიან დიდი სხვაობაა თქვენს შორის აი ამ ურთიერთობაში. ეს სხვაობა შეიძლება იყოს როგორც ასაკობრივი, ასევე შეიძლება ერთ-ერთ თქვენგანს ოჯახი ქონდეს და ბარიერი იყოს აი ამ თქვენი ურთიერთობისთვის, თუმცა ურთიერთობა, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ, არის ძალიან დრამატული. აქ შეიძლება სამკუთხედს ვუყურებდეთ და ეს ცალსახა. აქ არის იმედგაცრუება, ტკივილი და თუ გეცნოთ, მაშინ განაგრძეთ ყურება. მოდი ვნახოთ თქვენ ამ ურთიერთობაში. გენატრებად ის დრო, როდესაც იყავით ერთად, გენატრებად არა მხოლოდ როგორც პარტნიორი, გენატრებად მასთან გულწრფელი საუბრები, მეგობრული ურთიერთობა და ძალიან გსურთ მასთან კომუნიკაცია. მოდი ვნახოთ ჩაფიქრებულის ფიქრები. ეს ადამიანი გაბრაზებულია, არ ვიცი რა აბრაზებს, მაგრამ ჯერ გეტყვით პირველ რიგში, რომ ადამიანი საკმაოდ გამოცდილია, შეიძლება წარმატებულიც, საკმაოდ ქარიზმატული, ცეცხლოვანი და იმპულსური მამაკაცია, მაგრამ თქვენ მისთვის ხართ ძალიან მგრძნობიარე ქალი, კვლავ რჩებით მისთვის ძალიან მგრძნობიარე და საყვარელ ქალად. ის თვლის, რომ ცოტა ადრამატიზირებთ ირგვლივ ყველაფერს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასურველი ქალი იყავით მისთვის თუ ხართ, ფიქრობს, რომ ძალიან სენსიტიური ხართ და ძალიან ემოციური ხართ. თქვენი გრძნობები ჩაფიქრებული ადამიანის მიმართ. ეს ის მომენტია, მეგობრებო, როდესაც თქვენში იკლავთ აი ამ გრძნობას და ვერ უშვებთ, იმიტომ რომ გგონიათ, რომ ჩიხში ხართ მოქცეული, გგონიათ, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი წარმოსახვის და ფანტაზიის ნაყოფია, მინდა გითხრათ, ყოველთვის არსებობს რაღაც გზა, მაგრამ თქვენ აი ამ გრძნობებში იკეტებით და ხანდახან საკუთარ თავსაც კი აღარ უმჟღავნებთ აი ამ ემოციას და გრძნობებს ამ ადამიანის მიმართ. მისი გრძნობები თქვენს მიმართ. მას აქვს გრძნობები, როგორ ვთქვა, რომ არა, მაგრამ თქვენ გრძნობებთან შედარებით მისი გრძნობები უფრო ლაითია. თქვენი გრძნობები გაცილებით ღრმა და შინაარსიანია. აქვს ემოცია და გრძნობა და გეტყვით, რომ ამ ადამიანს თქვენთან დალაპარაკება, მოლაპარაკება და დაზავებაც შეიძლება სურდეს.
მოდი ვნახოთ, რა მოქმედებას ელის ჩაფიქრებული ადამიანი თქვენგან. რა მოქმედებას ელის? ფიქრობს, რომ აი სწორედ დაგეგმილად თქვენ რაღაც ბარიერს აღმართავთ მის წინააღმდეგ, რაღაც თქვენ არ მიუშვებთ თქვენამდე ამ ადამიანს და ძალიან ბევრ რაღაცას აცნობიერებთ და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ გაუჭირდება თქვენთან აღდგენა ურთიერთობის, რადგან ბარიერს უწესებთ, საზღვრებს უწესებთ და თქვენ სივრცეში არ შეუშვებთ. ასე ფიქრობს ადამიანი. რა მოქმედებას ელის ის თქვენგან? მაგრამ ფიქრობს, რომ ნელ-ნელა აი ამ ტკივილისგან განიკურნებით სიბრაზე თქვენშიც დაცხრება და ფიქრობს, რომ ნელი ნაბიჯით თქვენს მიუახლოვდებით მას, თუ ის გადმოდგავს თქვენკენ ნაბიჯს. და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენი მოქმედებები იქნება მხოლოდ მას შემდეგ, თუ ის თქვენამდე პატარ-პატარა ნაბიჯებს გააკეთებს. რა ნაბიჯებს მოიმოქმედებს ეს ადამიანი იმისთვის, რომ ურთიერთობა აღადგინოს, ეს მომავალ გაშლაში ვნახოთ, მე კი დაგემშვიდობებით, დიდი სიყვარულით, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. პირად გაშლაზე კი პირადში შეგიძლიათ მომწეროთ.